აბა ექიმებო. უბალიშოთ ძილის მოყვარულთა კლუბში ხართ რომელიმე გაწევრი? არც ერთი? მე კი. უბალიშოთ გძინავს? კი, მიყვარს უბალიშოთ ძილი. ზურგზე ძილი მიყვარს, მაგრამ გვერდზე თუ ბრუნდები, პატარა ბალიში მაინც მჭირდება ხოლმე. ესე იგი, სასარგებლოა თუ არა ჯანმრთელობისათვის ბალიში ძილი, როგორ ფიქრობთ ძვირფასო მაყურებლებო და თქვენ როგორ გირჩევნიათ, ბალიში თუ უბალიშოთ? საკითხავი აი ეს არის. მე ორი ბალიში თუ არა. ორი. ორით. ხო, ანუ ერთი ძალიან მაგარი და ერთი ძალიან რბილი და რაღაცა სიმაღლე გჭირდება. ხო, ცოტა აი ეს რაღაცა სიმაღლე, ალბათ ის მჭირდება, თორე კისერი რა შვება? ამ დილით გავიღვიძებ ესე. და გვერდზე გძინავს შესაბამისად. ყველანაირად მძინავს. ძირითადად მუცელზე მძინავს. ხო და ანუ არ აქვს მნიშვნელობა ბალიში თუ უბალიშოთ, ანუ ორივე შეიძლება იყოს ანუ სასარგებლო და ზიანის მომტანიც. მოიცადე ისიც და ისიც, ანუ თქვენ საშავებთ ბატონო გიორგი და თქვენ საშავებთ ბატონო ლევანე როგორ ხო აბა რა ვქნათ. აი ვზივარ და დავიძინებ მაშინ. აი დღეს გავარკვევ ზუსტად, ანუ როგორი ბალიში უნდა შევარჩიოთ, როგორ უნდა გვეძინოს და რა პლუსები და მინუსები აქვს ამას. ხო ხვდებით რომ ყველა გისმენთ, იმიტომ რომ ნებისმიერ შემთხვევაში ძილი ყველას გჭირდება და ბარემ გავარკვევთ ბალიში ჯობია თუ უბალიშოთ. დამეთანხმე რომ ყველას ახლა თავისი გემოვნება აქვს, ზოგს აი გიორგი მას თქვა რომ ზოგს ფუმფულა ბალიში უყვარს, ზოგს დაბალი, ზოგს ძალიან რბილი ბალიში. გამოდგომაზეც არის და ბევრი ბალიში მაქვს გამოცდილი ცხოვრებაში და ასე რომ და მაინც უბალიშოთ. ანუ ბალიში ზოგადად იმისთვის არის, რომ ჩვენი ხერხემალი, ანუ ძილის დროს იყოს სწორ პოზიციაში და რა ბერკეტი არ კეთდებოდეს წოლის დროს, რომ მე კუნთები, მყესები და ასე შემდეგ არ დავაზიანო. შეგვიძლია ხო დაზიანება მყესების და კი, ანუ ერთ-ერთი პოზიციაში მე გავიქცე. ანუ თუ დაზიანება შეგვიძლია მყესების? კი. შეგვიძლია, კისრის შეგვიძლია. რა კარგია რომ ამ თემაზე კისრის, აი მხრის, ასე წელის და ანუ მოკლედ შეიძლება თუ დილით იღვიძებთ და ანუ კისერი ტკივად, წელი ტკივად, ამას შეიძლება თან მოყვეს ის რომ ანუ შეიძლება თავის ტკივილიც იყოს, რაღაც გაბროებული ხარ, ეს შეიძლება ან ბალიშის, ან უბალიშობის ბრალი იყოს. პაციენტი მოსულა რომ აი რაღაც ტკივილები აქვს ბეჭის არეში, რაღაც ხერხემლის არეში რაღაცა და გული ხო არ არის აინტერესებს და უბრალოდ მიკითხავს რამოდენიმე მეთქი ბოლო პერიოდში ლეიბი ხომ არ შეგიცვლიათ სახში ან ბალიში ხო არ კი რა აი მისულა იმ დასკვნამდე რომ გული არ აწუხებს ახალგაზრდა ადამიანია და არის ხოლმე რომ ბალიში არასწორად შერჩეული ბალიში შეიძლება იყოს ამის მიზეზი. და ეგონოს ადამიანს გული და მოვიდეს გული. კი, შეიძლება გული, ნუ შენთან მით უმეტეს შეიძლება ხარიკის არის ძალიან ხშირი. თუ ბალიშითაც შეიძლება ზიანის მიყენება სხეულზე და უბალიშოთაც, მაშინ როგორ მოვიქცეთ? პირველ რიგში უნდა დავაკვირდეთ როგორ პოზიციაში გვიყვარს ძილი. გვერდულად. თითოეულ ჩვენთაგას გვჭირდება სხვადასხვანაირი ბალიში. ხედავ შენ, სამი ადამიანი ვარ და სამი სხვადასხვა ბალიში. მაინც სირბილით ვარჩევ მე და არა ზომით. ზომაზე ვსაუბრობ თუ ბალიშის სიფაფუკეზე? არა, უფრო აი პოზიციაზე როგორ უნდა ვიწვევთ რა. კეთილი, აღარ შეგიძლით ხელს და გისმენთ, აბა რა. მაგალითად როჩესტერის მედიცინის კვლევის ცენტრმა ეს რამე აღმოჩნდა რომ ყველაზე ცუდი მდებარეობა ჩვენთვის ძილისთვის არის მუცელზე წოლა, რაც მე ვწევ. რასაც თავად აკეთე. საშინლად ძინავს მეც მუცელზე. აბა როგორ ძინავს შენ? გონი რომ შეიძლება ერთნაირად გვეძინოს. სასწორი ხალხი ვართ. ეს ამხელა ძალიან ბევრია. ალბათ არა ეს ძალიან მაგარია. აი თუ მუცელზე წვევი ბალიშს ვიღებ ხოლმე. ხო, აი ბალიში, აი ეს პატარა მაგიტობა, ის მეორე ძალიან რბილი მაგიტობა. რა, ანუ ესე და რა თქმა უნდა. ის მეორე ფეხი რატო დამიტოვეთ ბატონო? სწორი, მე რო გაშლილია რა. ხო, მაგრამ ჩა. ეს მოხრილი ხო არ არის. მაგრამ მე ნახე, ანუ ეს პოზიცია, ხო, ანუ კისერს, ანუ ხო და რა უყოთ? ატრიალებს. არა, კისერს მუცელზე წოლის. ხო, ვიცი რომ არა, აქ და ამიტომ დილით იხვიძებ, მე გაშშება, ან ხშირად ბრუნავ. მე ამოტრიალდები გვერდზე დაწევი, მოკლედ. მეც ესე მძინავს. მეგონი ყველას ესე ძინავს, ვისაც მუცელზე ძინავს. ხო, თავსაც წაიღებ ესე ხო ვერ ჩავა. თავს და ეს ცალიფეხი საკეცვა. ცალიფეხი საკეცვა არის ყველაზე. ყველაზე კარგი. კი. ნუ ზოგადად ეხა ამ პოზიციაში წოლა სასარგებლო ნამდვილად არ არის. თუმცა ჯობია რომ ბალიშის გარეშე დაწვეს ადამიანი თუ მუცელზე წვევა. ეს ნაკლები სტრესი იქნება თქვენი კისრისთვის. ნუ შედარებით შეგიმცირებთ ამ კისრის ტკივილს დილაობით და ნუ დაჭიმულობას კისრის მყოფ კუნთებს. ო, იგივე არ ეხება სხვა პოზიციებს. მაგალითად, ვინცაც უყვარს გვერდზე წოლა, აი ჩემი პოზა. ხო, ან ზურგზე წოლა, იმისთვის უბალიშობა ძალიან ცუდი არის რა, არასასარგებლო, იმიტომ რომ წარმოიდგინე, ანუ კისერი არის გადმოვარდნილი, ესე რომ ვთქვათ რა. გაჩვენა მე როგორ წვევი, აი მხრის ქვეშ ვიდე ბალიშს. კი, ზუსტად. და ესე წავწევარ, მაგრამ მაინც მგონი რომ
ოდნავ უფრო კარგად უნდა შემდიოდეს კისრის ქვეშ თუ როგორ არის ეს სწორი მდგომარეობა მე ესე მძინავს მოკლედ ხედე აი ეს არის დაბალი პოზიცია აი ეს საშუალოდ ნეიტრალური პოზიცია და ანუ თავი უნდა იყოს დაახლოებით ანუ მხრის პარალელური რა ხო და ეხლა როგორ მაგ კი არ ვიცი ეხლა კარგი ნუ ეხლა კარგად აღებს ცოტა უფრო დაბალი ბალი სჭირდება ხო ოდნავ მაღლა გაქვს აი ოდნავ გაქვს კისერი აწეული რითი შეიძლება ვიგრძნო და მივხვდე რომ ცოტა მაღლა დისკომფორტს არ გძნობ ეხლა ოდნავ დაბალი ბალი სხვათა შორის ჩემი მხრის სიგანეს არ აქვს მნიშვნელობა კი როგორ არა ხო, აქ, კი აქვს ანუ თავი ეხლა უფრო დაბალი ბალიში რომ იყოს უფრო დამეჭყლიტება კიდევ უფრო კისრის სიგრძესაც მნიშვნელობა აქვს და მხრის სიგანესაც მნიშვნელობა აქვს ანუ ბერკეტი ანუ აქ უნდა გამოგდიოდეს 90 გრადუსი რა ანუ თავი უნდა ეს უფრო დიდი მინდა მაშინ არ გინდა არა უფრო დაბალი გინდა გეტო კისერი აწეული ამ ის ძალიან დიდია ეს ძალიან დიდია აი ხა აღარ მეჭყლიტება მხარი არ მოგწონთ ჩემი წოლის მანერა ესეთი ისე რა არ არის ლამაზი პრინციპი არის რომ ანუ გვერდზე რო წეხვა თავი არ უნდა იყოს არ უნდა გადავარდილი ხო და ლევანი რო უბალიშო არც გვერდზე თუ აწეული. საერთოდ წარმოიდგინე ხა როგორ წევს ხო კიდე უფრო გადავარდნილი ექნება გვერდზე წეხვა არა ესე იგი ზურგზე წოლის ეს საჭირო არის შედარებით უფრო დაბალი ბალიში ვიდრე გვერდზე წოლისას და საერთოდ უბალიშობა საერთოდ უბალიშობა არ არის კარგი აი წამოჯექი და შეხედე მე ვწევარ პირველი ხო როგორც პირველი ხო ან ძალიან გახსნილი ეს არის ძალიან მაღალი ბალიში რომელიც აი კისრის მოხრას გააკეთებს და ნუ უკან დააწვგახსოვს წონებზე რო ქონდა ხო ისედაც გაჭირვებაში ეს გაჭირვებაში რო ვართ ეს შუაში ეს არის და ბოლო არის აი ესეთი საშუალო სიმაღლის ბალიში აი ორთოპედიულს ხო ნეიტრალურ პოზიციაში დაიჭერს კისერს სწორი ყოფილხარ გიგი როგორც გადაბრუნდები იმნაირი ბალიში რომ დაგხვდეს მე და იქვე გადამობრუნდი დაგხვდა და ორი უნდა გქონდეს ზურგზე წოლისას თავსა და ლეიბ შორის არის სივრცე აი ეს კისრის და სხვათა შორის რო წევხარ დიდხანს აი ეს ნაწილი განიცდის სულ ქვემოთ ჩამოდის და ტკივილი შეიქმნება. ამიტომ აი ამ შემთხვევაში შეიძლება ძალიან კარგი გამოსავალი მუთაქასავით პატარა ბალიში კისრის ქვეშ შეამციროს დაჭიმულობა და ეს თქვა ეს ნატურალური კისრის მოხდა, კიფოზი შენარჩუნდეს და დაისვენებ კარგად. ექიმებო, ეხლა ამ ქვედა მართებულ პოზაში ვხედავ რომ მუხლები ფეხების ქვეშ სუდავს ბალიში. ანუ შეძლებ ხა ანუ კიდე მუხლებს ქვევ. ხათა შორის ამ ბოლო დროს მე შევიძინე ბალიში, რომელსაც ვიდებ მუხლებს შორის გვერდზე რადგან წევარ. კი, ეგ არის. ეგ სამედიცინო რეკომენდაციით არის ხოლმე. ხო, რომ რა ხდება? ანუ არ მიდის. მენჯებისთვის არის. ხო, მენჯისთვის არის, რომ ანუ არ აი ეს გადაცურება გვერდზე, ანუ აწובה ორ ძირითად წერტილს რა. ერთი არის მუხლის აი შიდა ზედაპირი, ანუ შიდა გვერდით იოგი ქვია და მეორე დუნდულო კუნთების მიმაგრებას, ხო. ეს არის, ხო, მთელი წონა იმაზე გადა. თან მე ვცდილობ რომ გადაიტანო ბოლომდე რომ დაედოს. და ანუ აი ეგ ბერკეტს აკეთებს დიდი ციბრუტი ქვია ძვალზე, ანუ კუნთების მიმაგრება, დუნდულოს კუნთების მიმაგრება და ტენინოპათიებს შეიძლება გააკეთოს. ანუ ანთება შეიძლება გააკეთოს ამისი და ბურსი. აი ესეთი გამო. ეგ მაგარია. მაგარი არ უნდა იყოს? მაგარი არ უნდა იყოს. მაშინ ეს უფრო ეს არის. ხო, ანუ საუბრობთ ამაზე. ესე იგი ეს კისრის ქვეშ ეს მუხლები. ეგ მუხლებში. ცოტა ამითიც რთულია გადმობრუნება, მაგრამ თუ ხართ გვერდზე წოლის მოყვარული, ჩემსავით, მაშინ თქვენ აი ესე რა გემრიელად წევა. ხო. აუ მე კიდე რას ვაკეთებ, იცით? რაღაცა ამ კლავს უშვები უბედურებას. ამაკ სათხაც დაუსალიერ. შე სათხაც ზემოთ, აი ესე ზემოდან ვაწევა. ესეთი სინდრომი არის, შაბათის დილის სინდრომი. პაციენტი მოდის და მგზავრობელობა არ აქვს, ანუ ხელის რა. ეს არის ხო, აი შენ რასაც აკეთებ. აი ამ იღლის წნულის ნერვებზე ანუ ზეწოლა ხდება და მაგრამ ის 24 საათში აღდგება, მაგრამ ძალიან დიდი პანიკით მოვარდები, ანუ წინა დღეს ხელი ქონდა და ეხლა აღარ აქვს და ზედათ ინსულტი ხوار მომივიდა ძილის დროს და რაღაც ესეთი ისა. მაგრამ თვითონ ველაგდება. სხვათა შორის ზურგზე წოლის მოყვარულთათვის აღნიშნავდი იმას, რომ აი მაღალი ბალიშის შემთხვევაში მაგ დროს უფრო მეტად ხრინავს ადამიანი, უფრო მეტად ეს თქვათ კეტავს სასუნთქ გზებს და შესაბამისად უფრო ნაკლები ჟანგბადი ჩადის. ზურგზე რო გძინავს ლევან ექიმო, თავი ესე გაქვს თუ ესე გივარდება? მე მისუ მივარდება, არ მისწორდება ეს თავი, რა ხდება? ესე გძინავს? ეთქვა მაგარი ბალიში გაქვს, არა მე ესე მძინავს. ყველა შემთხვევაში ანიქით მივარდება ანაქეთ. ხო, ყველა ვარიანტი. არა? არა. აბა ხო ბალიში დაწიკი. გადამივარდება თუ არა? გადამივარდება. სხვათა შორის იმ დღეს არა ესე ვერ დავიწე, ანუ სათხაც მიდის მერე. ხო, აი ესე არის ძალიან ცუდი, ანუ უბალიშოთ წოლა ზურგზე, ეს არის ძალიან ცუდი ჩვენი სინუსებისთვის. ანუ ჩვენი სინუსები ხო გამოყოფს მუდმივად ლორწოს, ხო?
ანუ ამ დროს ეს ლორწოს გამოსვლა ვეღარ ხდება. უნდა ანუ ყლაპა, ყველაფერი უნდა შეგუბება ხდება. უნდა გავითვალისწინოთ, რომ იმას ადამიანებს ვისაც აწუხებს სინუსიტი და ესეთი მოსახლეობის 11%-ია, მარტო. ხო, მათ უნდა კონდეთ ესეთი ამაღლებული ბალიში, სპეციალური ბალიშია, რომლის საშუალებითაც ხდება ესეთი. ხდება ნორმალურად სინუსური ტრაქტიდან დრენირება ლორწოსი. ერთი შეხედვით ესეთი აუცილებელი რამ, რომელიც არის ფუმფულა ბალიში, რომელზეც დადებთ თავს და დამღლელი დღის ბოლოს ჩაიძინებთ ტკბილად, კარგად უნდა იქნეს შერჩეული. შეიძლება ის ძალიან ფუმფულაც არ იყოს კარგი თქვენი ჯანმრთელობისთვის, ასე რომ თქვენი ბალიში ნახეთ, გადაამოწმოთ რამდენად აკმაყოფილებს იმ პარამეტრებს, რომელიც დღეს შემოგთავაზეთ ნამდვილ ექიმებში და მე მაინც ამ ბალიშს შევარჩევდი ამ არჩევანიდან, იმიტომ რომ ძალიან მკვრივი არ არის, ბილია, კისრის ქვეშაც ამოვიდებ და მე მგონი ამ საქმესაც გამიწევს, რაც ზურგზე წოლისთვის არის საჭირო და მუცელზე მეც რაღაცა მიყვარს, მაგრამ ვცდილობ, რომ არ დავიძინო ამ ბოლო დროს. ამის გაკონტროლება შევძელი რაღაცნაირად, იმიტომ რომ ვიცი, რომ არც კისრისთვის ვარგა და არც მენჯისთვის ბატონო გიორგი და ახლა აღმოჩნდა, რომ არც უცხისთვის ვარგა. სწორია, სოდნა სწორად მოგეწოდათ, რომ ბალიში არჩიოთ სწორად. სწორი ზომის, სწორი ფორმის და სწორი სიმკვრივის. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო იყო.